მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. დღეს არის კვირა. დილიდან მივდივართ ფლომარკზე და ფლომარკი არის ბაზრობასავით, სადაც იყიდება ხელნაკეთი ნივთები, ასევე ახალი ნივთებიც, მეორადი ნივთებიც, მოკლედ გამოდიან მოსახლეობა და ყიდის თავიანთ ნივთებს. დღეს არის მეორე დღე ქორწილის. თქვენ ალბათ ახლა ჩემს ქორწილის ვიდეოს უყურებთ. ჩვენ კი დილიდან მივდივართ ფლომარკზე. ფლომარკი იმართება თვეში ერთხელ და როგორი დაღლილებიც არ უნდა ყოფილიყავით, ამ ფლომარკს არ გამოვტოვებთ, რადგან წინა რამოდენიმე თვე არ გვქონდა, არჩევნები იყო და საარჩევნო უბანი იყო იმ ადგილას აწყობილი, სადაც იმართება ფლომარკი. ასე რომ წავიდეთ ერთად. პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, არ ვიცი ხმა ისმის თუ არა, რადგან თან არ მაქვს წამოღებული მიკროფონი და სპონტანურად გადავწყვიტე ვიდეოს გადაღება. არ ვიცი იქ შეიძლება თუ არა ვიდეოს საერთოდ გადაღება და ნახოთ, ბავშვებს ვაძლევ ყოველთვის 1000 ევროს, რომ გქონდეთ ლიმიტირებული და იციან რომ იმ 10 ევროს მეტს ვერაფერს იყიდიან, ასე რომ ნახოთ რა გამოვა, ყოველთვის რაღაც პატარა ჩელენჯებით გამოდის და ისე უხარიათ რომ არ ვიცი. ამჯერადაც მე და ბავშვები ვართ წამოსული, საგვარას დროს არ მოდის ჩვენთან ერთად და კარგ დროს ვატარებთ მე და ბავშვები. ამ თვის ბაზრობა არც თუ ისე კარგი იყო, ჩვენ დღის 3 საათამდე დავბოდიალობდით აქეთ-იქით და ვერაფერი ვერ ვიპოვეთ. გოჩამ მხოლოდ ერთი მანქანა იყიდა, ხოლო ნიცამ ვერაფერი ვერ შეარჩია და მე ვიყიდე მხოლოდ ეს ჩანთა და 2 ჭიქა. ეს ჭიქები თითო ღირდა 2 ევრო, მაგრამ ორივე 3 ევროთ გამოვართვი. ამ ბაზრობაზე კიდევ მომწონს ის, რომ ევაჭრები და გიკლებენ და ეს ჩანთა ავიღე. მსგავსი ჩანთა მინდოდა, ოღონდ შავი და ახლა შემხვდა ეს 2 ევროთ, ამიტომ ვიფიქრე რომ არაუშავს იყოს თქო ბეჟიც. ჩანთაც არის ახალივით, საერთოდ არ აქვს დეფექტები და ჩემი აზრით 2 ევრო არაფერია ასეთ ჩანთისთვის. სულ ეს იყო. დღეს ძალიან დაღლილები ვართ და არ მგონია რომ მეტი რამის გადაღება შევძლო. გადაღებას ვაგრძელებ ორშაბათს დილით, ვამზადებ ბუტერბროდებს სკოლაში წასაღებად. ეს სასაცილო ბუტერბროდები გოჩამ უნდა წაიღოს სკოლაში, რადგან დღეს არ აქვთ გაკვეთილები, დღეს არის სკოლაში კარნავალი. კარნავალს გერმანიაში დიდად აღნიშნავენ და თითქმის ყველგან ქალაქიც აღნიშნავს კარნავალს. არ არის მაინც და მაინც ერთი დღე გამოყოფილი ამ კარნავლისთვის. კარნავალი იწყება 27 თებერვლიდან და გრძელდება თუ არ ვცდები 5 მარტამდე. არ ვიცი რატომ უკავშირებენ კარნავალს საერთოდ რელიგიასთან, მაგრამ დაკავშირებულია ეს დღესასწაული რელიგიასთან და ამ დღესასწაულის შემდეგ, ზუსტად 40 დღის შემდეგ არის აღდგომა. ახლა კარნავლის შემდეგ დაიწყება მარხვა 40 დღიანი და შემდეგ იქნება აღდგომა. მართლა ვერ ხვდები რა კავშირი აქვს და სიმართლე გითხრათ ვაპირებ რომ შევისწავლო ეს დღესასწაული, რადგან მართლა მაინტერესებს რა კავშირი აქვს კარნავალს და რელიგიას. ვამზადებ ასეთ სასაცილო და ლამაზ ბუტერბროდებს, მაინც კარნავალია და ასევე ჩავაცმევ გოჩას სათანადოდ. ყველა ბავშვს მოაქვს თან რაღაც, ეს შევთანხმდით უკვე სკოლაში მშობლები, უпростоრად WhatsApp-ზე მოგწერეს და ასე შევთანხმდით. მე ვთქვი რომ ბუტერბროდებს გამოვატანთქო, ზოგი პატარა პიცებს ატანს, ზოგი დაჭრილ ბოსტნეულს და ასე შემდეგ. პირველი 2 საათი ექნებათ საუზმე და ფურშეტი იქნება გაშლილი, შემდეგ წავლენ თუ არ ვცდები
თეატრის სანახავად და ეგნებათ კიდევ რამოდენიმე კარგი აქტივობები დღეისთვის. წუხელ დავტესტეთ რამოდენიმე ბუტერბროდი და ბოლოს შევჩერდით ამაზე. როგორც ხედავთ, თვალები გავუკეთე, ეს არის შაქრის თვალები და დილით რომ ავდექი, გოჩას წუხელ თითქმის მთელი თვალები შეუჭამია. მოკლედ 5 თუ 6 წყვილი იყო მხოლოდ დარჩენილი, ვიფიქრე რა ვქნა თქო და ასე ამოვჭერი შემდეგ ყველისგან და საკვები ფლომასტერით დავადე წერტილები, რომ თვალებს დამსგავსებოდა. ასე თუ ისე კარგი გამოვიდა და ასე თუ ისე თვალებს ჰგავს. სულ დავამზადეთ 15, რადგან ყველა ბავშვი მოიტანს რაღაცას და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი იქნება. ხშირად ვამზადებდი ხოლმე 20 და 25, შემდეგ გოჩას მოჰქონდა ისევ უკან, ასე რომ დღეს 15 დავამზადე, ჩავდე ასეთ კონტეინერში, ასევე გოჩა წაიღებს წვენს, საჭირო არის რომ ბავშვმა მოიტანოს თავისი თეფში და ჭიქა, ჩვენ თეფში არ გვქონდა არც ერთჯერადი და არც პლასტმასის, ამიტომ ამ თეფშს გავატან და ასევე ჭიქებსაც. ძლივს შევთანხმდით კოსტუმზე, ვეუბნებოდი რომ ჩაეცვა გრინჩი ან სტიჩი, პატარა ბავშვი ხომ არ ვარო და არ მინდაო, ბოლოს გადავწყვიტეთ რომ ზორო ჩაეცვა, მეთქი შავ ტანსაცმელს ჩავაცმევ, გავუკეთებ მასკას და ასევე გვაქვს შავი შლიაპა. მოკლედ არც ეგ არ უნდოდა და ბოლოს შევთანხმდით განგსტერზე და გოჩა იქნება დღეს მაფია. გავაცილე უკვე ბავშვების სკოლაში და ახლა მოვამზადებ 2 ცხობილებს ნარჩენი პურისგან, რომელიც დილით ბუტერბროდებისთვის ამოვჭერი. გამოდის ძალიან გემრიელი, ასეთ ეგრეთ წოდებულ სუხარებს ვამზადებ ჩვეულებრივი პურითაც, ამჯერად ვიფიქრე რომ ეს ნარჩენები ცოდო იყო და ამდენი პურის გადაყრა არ მინდოდა, ამიტომ ეს ნარჩენები დავჭერი კუბიკებად, სულ ერთია ის სხვათა შორის როგორ დაჭრით და როგორ ფორმას მისცემთ, გადავიტანე პარკში, შემდეგ მოვაყარე მარილი, წითელი პაპრიკა, დღეს გამოვიყენე სვანური მარილი, მაინც თავის გემოს აძლევს და ასევე დაბქვილი ნიორი. შეგიძლიათ ჩვეულებრივი ნიორიც ჩაახეხოთ, მე ამჯერად გამოვიყენე დაბქვილი. შემდეგ ზემოდან ვასხავთ გამდნარ კარაქს, აუცილებელია რომ იყოს კარაქი გამდნარი, ზეთი ამ შემთხვევაში არ დაგვჭირდება, რადგან თავის გემოს აძლევს, კარგად უნდა ამოვურიოთ, ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაზე და ჩავდოთ ღუმელში 200 გრადუსზე 10-12 წუთით დააკვირდით თქვენს ღუმელს და იმასაც გააჩნია თუ როგორი გინდათ რომ გამოვიდეს, თუ გინდათ რომ კარგად ხრაშუნა იყოს, მაშინ ცოტა დიდხანს დატოვეთ. ასეთი 2 ცხობილები უხდება როგორც კრემ სუპებს, ისე ჩვეულებრივ წვნიანებს, ასევე სალათებსაც და ჩვეულებრივად შეგიძლიათ მიირთვათ ჩვენთან, უბრალოდ თქვენთან რომ იყიდება ტრიკორაჭკები და ასეთები, იმას გავს გემოთი, სხვათა შორის ძალიან გემრიელია. დღეს მოვამზადე კადრს მიღმა ბარდის წვნიანი და ასევე უხდება ბარდის წვნიანსაც ეს 2 ცხობილები. ვაგრძელებთ ვიდეოს გადაღებას და ვაგრძელებთ დალაგებას რა თქმა უნდა. დღევანდელ ვიდეოში მინდა რომ იყოს რეალური კადრები, როგორც ხედავთ, არც ერთი ვიდეოს კადრი არ ამიჩქარებია, არის ისე როგორც არის და ყველაფერი მიდის ისე როგორც ჩვეულებრივ. რომ დავაკვირდი ჩემს ვიდეოებშიც და საერთოდ თითქმის ჩემ ყოველდღიურობაში ყოველთვის ყველგან ვჩქარობ, სადღაც რაღაც მეჩქარება, ყველაფრის მოსწრებას
ვგეგმავ დილიდან და ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ვასწრებ კიდეც. ეს ჩემი სისწრაფე და სიჩქარე და ეს ცხოვრების ტემპი შემდეგ გადმომაქვს ვიდეოებში. ამჯერად მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ვჩქარობ და უამრავი რამ მოვასწარი და გავაკეთე, რაც კადრში არ ჩანს, მინდა რომ იყოს დღევანდელი ვიდეო წყნარი, მყუდრო, მშვიდი და ეს დალაგებაც, რომელსაც თითქმის კვირაში ერთხელ ვაკეთებ სამზარეულოში, მტვერს ვიღებ ზემოდან დეკორაციაზე და ტექნიკაზე, მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას და მინდოდა რომ ესეც ასე წყნარი კადრებით გადმომეცა თქვენთვისაც. ასევე დღეს ვტესტავ ტორტ პრაღას, ახალი რეცეპტი მაქვს და თუ კარგი გამოვიდა, აუცილებლად გაგიზიარებთ. გამოვაცხე უკვე ბისკვიტი სანამ გაცივდება, იქამდე ავიღებ მტვერს სამზარეულოდან და შემდეგ მოვამზადებ, ოღონდ ვამზადებ კადრს მიღმა, ასევე ბავშვებმა მთხოვეს ბიბლიოთეკაში წასვლა, გოჩასაც უნდა დარეგისტრირება და შემდეგ დღის მეორე ნახევარში წავალთ ბიბლიოთეკაში. Day breaks and I'm burned by the morning light. I make the same mistake more than twice. Same song, but brand new dance. I wear out my third second chance. You take my breath and I can't get it back. Might be time for me to face the facts. The best me is with you, but I know I got a lot to prove. They think we're too damaged to fix, but we're just working through a little rust. They like to say we're just young, but I know we won't give this up. Sometimes I lose my mind, and some days it's hard to find the reason why you stay by my side. You and I break our hearts open enough just to see if we'll put them back. No matter what they try, I'll stay by your side. It's you and It's you and we go back and forth every time, waiting for one of us to cross the line. You got me and I got you, and we got a lot to prove. They think we're too damaged to fix, but we're just working through a little rust. They like to say we're just young, but I know we won't give this up. Sometimes I lose my mind, and some days it's hard to find the reason why you stay by my side. You and I break our hearts open enough just to see if we'll put them back. No matter what they try, I'll stay by your side. It's you and It's you and
ჩვენც მოვედით ბიბლიოთეკაში, არის უზარმაზარი, სულ 3 სართულია და აბსოლუტურად ყველა გემოვნების წიგნი და ყველა ასაკის წიგნი მოიპოვება აქ. არის დაყოფილი კატეგორიებად, არის 10 წლის ბავშვებისთვის, 11 წლის ბავშვებისთვის, 13 წლის ბავშვებისთვის, თინეიჯერებისთვის და ასე შემდეგ. მაგალითად, გოჩას არ აქვს უფლება 11 წლის ბავშვის წიგნის აღება, პროგრამა უარს ამბობს და არ ატანს, ახლა ვართ 10 წლის ბავშვების განყოფილებაში. ასევე არის სამაგიდო თამაშები და რაც ყველაზე მთავარია და რის გამოც მე ხვეწებოდა გოჩა ბიბლიოთეკაში რომ დამერეგისტრირებინა, არის ყველანაირი თამაშები, ასევე DVD დისკები და ასე შემდეგ. გოჩას აქვს Nintendo Switch-ი და ამ Switch-ის თამაშების გამო უნდოდა იქ დარეგისტრირება. მოკლედ, წიგნებს არც უყურებდა, გამაგიჟებს ეს ბავშვი, წიგნები ძლივს ავაღებინეთ, მართლა იძლივს, მე და ნიცა მავირჩიეთ გოჩასთვის წიგნები, რადგან თვითონ არც უყურებდა. როგორც ხედავს, PlayStation-ის თამაშებიც არის, 3 კვირით მიგაქვს და შემდეგ აბრუნებ. კიდევ ბავშვებს, ვისაც არ აქვთ PlayStation-ი და სხვადასხვა თამაშები, აპარატს გულისხმობ, Nintendo Switch-ი და ასე შემდეგ, შეგიძლია წაიღო 3 კვირით ან 4 კვირით სახლში, ითამაშო და ისევ უკან მოიტანო. სხვათა შორის მომეწონა ასეთი დამოკიდებულება, რადგან ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ ეს თამაშები და უნდათ შემდეგ მშობლებს თხოვენ, შეუძლიათ წაიღონ, ითამაშონ, მოისურვილონ და შემდეგ ისევ დააბრუნონ. თუ ვერ მოასწარი ამ დროის მანძილზე წიგნის წაკითხვა ან და თამაშის გაგრძელება გინდა, უბრალოდ პროგრამით აგრძელებ და იტოვებ კიდევ რამოდენიმე კვირა. ეს ნივთები ავიღეთ დღეს ბიბლიოთეკიდან, აქ არის გოჩას თამაშები. სიმართლე გითხრათ, გოჩა მხოლოდ თამაშების გამო მოდის იქ, აი ამ Nintendo-ს თამაშების გამო. ასევე ავიღეთ ბინგო, რომ მთელი ოჯახით ვითამაშოთ და ეს თამაში, რომელიც მე და ნიცამ ვითამაშეთ უკვე და არის ძალიან მაგარი თამაში. აუცილებლად მოვძებნი, სადმე თუ შემხვდება, ვიყიდი აუცილებლად ჩვენთვისაც. ეს თამაშები ავიღეთ 3 კვირით, 3 კვირაზე მეტს არ აძლევენ თამაშებს და საერთოდ Nintendo Switch-საც მხოლოდ 3 კვირით აძლევენ, ხოლო ეს თამაშები ავიღეთ 1 თვით და წიგნებიც 4 კვირით. ეს არის ნიცას წიგნი, გოჩას წიგნები, რომელიც დავაძალე, მართლა დავაძალე, რადგან ვუთხარი, რომ თუ ამ წიგნებს არ აიღებდა წასაკითხად და მართლა არ წაიკითხავდა და დღეში ერთსაც არ დაიწყებს კითხვას, ამ თამაშების აღების უფლებას არ მივცემდი და ამიტომ ეს წიგნებიც გოჩას. ახლა ბავშვები მელოდებიან და უნდა ვითამაშოთ ერთად ბინგო. გადავედით თამაშებზე, ბინგო ვითამაშეთ, არ ვიცი, გვიანობამდე, შემდეგ ზერგოც შემოგვიერთდა და ბევრი ვიხალისეთ. მართლა, შემდეგ ვითამაშეთ კიდევ მეორე თამაშიც, ძალიან სახალისო თამაშია. კლოუნები ახატია კარტებზე და თითოეულ კარტს დებს მოთამაშე, თუ ერთნაირი კლოუნი ამოვა, მაშინ ღილაკს უნდა დააჭირო თითი და ზარი რეკავს. მოკლედ ძალიან სახალისო თამაშია და ვინც პირველი დაინახავს ერთნაირ კლოუნს და დააჭერს ღილაკს, იმან გაიმარჯვა. ახლა ვუყურებ კადრებს და ბავშვებს აქვთ ტუჩები გალორჯებული. სანამ ვითამაშებდით, ლურჯი ფერის ნაყინი მიირთვეს, რომელიც ენას და ტუჩებს აფერადებს, ამის გამო ზიან გალორჯებული და შეფერილი ტუჩებით. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, მომავალ შეხვედრამდე.